აი მე თქვენს ადგილზე რა ყოფილიყავი ასე დავამთავრდი. რომ წაგიხდეთ ერთ სტროფში სახლი არა მაქვს საწაგიყვანო მეორედ ასე რომ წაგიყვანო საწაგიყვანო იპოთეკა მაქვს სად მიგიყვანო მაგრამ აიც ამოდიო და ერთად გავისტუმრებდით ამ იპოთეკას ხო ცხოვრებისეული გამოიწვია ძალიან ხასიათზე დამაყენეთ მე თქვენ ისეთ კარგ ხასიათზე დამაყენეთ რომ ახლა მართლა მომინდა რომ მოდი ჩვეულებრივად ჩავიწეროთ გადაცემა დავატაროთ ხო ძალიან კარგი მაშინ დავიწყოთ ახლა ანეკდოტებზე გადავიდეთ კი იცით რომ ანეკდოტების შოუა ეს სამი რაუნდია სადაც კატეგორიებია პირველ რაუნდში არის 50 ლარი მოგებულზე ვინც მოიგებს მეორე რაუნდში არის 100 ლარი და მესამე რაუნდში არის 200 ლარი თუმცა მე მომიტანა ჩიტმა ამბავი თქვენს გააჟღერებთ მე ამას ვიცი მაგრამ მე ჩიტის მოტანილ ამბავს გავაჟღერებ რომ ვიცი რომ რაღაც ქველმოქმედებაში აპირებთ ამ ფულის დაბანდებას ასეთ დაბანდებასა თუ რაც ქვია და ამიტომ მაინდა-მაინც დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ რომელი აჯობებთ და რომ ვიცი რომ ძალიან მაგარი გოგოები ხართ იმ დონეზე მაგარი კარგები სამივე სათნოები ლამაზები მიმზიდველები და საყვარლები ხართ რომ ერთი ანეკდოტიც კი გამახსენდა მოგიყვებით და კაცი მიდის ღმერთთან და ეუბნება უფალო რა მაინტერესებსო იცითო აი ქალებიო ზოგადად ქალი ყველა საყვარლები არიანო ყველა სათნოები არიანო ყველა ის კდებამოსილები არიანო უსაყვარლესებიო უთბილესები არიანო ყველა მოსიყვარულეები მოალიხსებები არიან და მერეო რომ გათხოვდებიანო მერე რატო ხდებიანო ცოლები როცა გახდებიანო კაპასები ანჩხლები და ავები და მთელი სასაული რატო ხდება ასეო და ღმერთი უსმენსაც და რატო იციო გეტყვი ახლავეო იმიტომ რომ ქალი მე შევქმენიო და მერე კაცებმა გადააკეთეს ცოლად იმედია თქვენზე არ არის ეს